ცოტა შევისვენო მეგობრებო, მე ისევ გავაგრძელებ, ნახეთ, ამდენი ჭურჭელი მაქვს დასამშრალებელი. სანამ ჩემი ქმარი მოვასწრებ ცოტას საუბარს თქვენთან ჭორაობას და სანამ მოიტანს რამე პრიპასებს, რომ მე სადილიც გავაკეთო. მანამდე ცოტას დაგელაპარაკებით თქვენ. ხო, შვენიერი ამინდი გამოვიდა დღეს, მაგრამ მე არ მცალია. გუში რომ მოიცალე, ამინდი არ იყო. სადილი მაქვს გაკეთებული, მაგრამ კიდევ მინდა რომ რაღაც გავაკეთო და რომ მოიტანს, მე ვნახოთ აბა რას მოვიფიქრებ. ხო, მე ჩემი მეგობარი გოგოც მინდა რომ ტორტზე შემოვპატიჟო. მეგობრებო, შეიძლება რომ თქვენც დამიტოვოთ კომენტარებში, რის შესახებ გინდათ ვისაუბრო, ან რამე იდეა მომაწოდეთ. ვისაუბრებ გარდა პოლიტიკისა. ხო, ეგ თემა ჩემი არ არის. ხო, ჩემ ჩინურ ვარდს გამოცოცხლება დაეტყო. თლა ისე არა, მაგრამ ხედავ რომ ის მოწყენილობა აღარა აქვს ისე. ვნახოთ, აბა იმედია ერთ ახალ ფოთოლს ამოიღებს და მე დავწუნდები რომ მართლა კარგადაა. სარეცხები გავფინე. იქით აივანზეც მაქვს, აქით აივანზეც მაქვს. აქით მხარეს შავ სარეცხს ვერ ფენ, ზერო მოდის ასე 2 საათზე, 6 საათამდე, 7 საათამდე ზე ისე მაგრად აცხუნებს, რომ შავ სარეცხს გამიხუნებს და ნაწილს იქით ფენ. ეხლა ეგენიც საღამოს, ეგენიც ასაკრეფი მექნება. დასაუთავებელი, დასაბინავებელი რა გამოლევს ქალის საქმეს. თუ გააკეთებ და თუ არ გააკეთებ, არასდროს არ იქნება. არ მეზარება ხალხო. ნამდვილად არც ერთი საქმე არ მეზარება. უბრალოდ ზოგჯერ ისა რომ თუ დავიღალე, ვტოვებ რაღაცებს და ხვალისთვის გადავდებ. როგორ არის 10-დან 11-მდე რომ ვიძინებ, დილას 8-მდე მაინც უნდა ვიძინო. ჩემი გრაფიკი ასეა. თორემ დილას რომ ადრე ავდგე, უფრო წინ წავიყვან საქმეს, მაგრამ არა ის 8-9 საათი უნდა ვიძინო წესით, მაგრამ 9 საათი მაინც გამომყავს. რადგან იმ წამლებს რომ ვღებულობ, არ შეიძლება რომ არ ვიძინო. ხო, კიდევ შევეხეთ ჩემ პრობლემებს, აღარ ვიტყვი მეთქი, მაგრამ არა ისე უბრალოდ იმ საქმიდან გამომდინარე ვთქვი, რომ ძალიან ადრე ვერ ვიწყებ საქმეს მეთქი. და მე ზოგჯერ ისეა რომ უკან მრჩება და მაგიტომ, თორემ არა ის რაც ჩემი პრობლემა იყო, ვთქვი და მორჩა. ეხლა სადაცაა მოვა ჩემი ქმარი, უკვე საათი 4 ხდება, ხო, 4 ხდება. ვერა და ვერ წავედი დედაჩემთან, რომ იქაც თან დედაჩემის ნახვაც მინდა, რა თქმა უნდა და თან იქაც გადავიღებდი რამეს. ნახოთ რა, 15 ივლისს არის მამაჩემის დაბადების დღე. იქამდეც მინდა ასვლა და თუ ვერ ავედი, მაგ დროს იმედია მართლა მოვახერხო და ავიდე. ხელს რა მიშლის, იცით, ის კი არა რომ ან ვინმე მიშლის და ან რაღაც. ხელს მიშლის ის რომ ჩემი ქმარი ვერ იცლის, დილას გინდა არ გინდა უნდა წავიდეს, მე რომ მოდი ბაზარში, მე რომ მოდის დაღლილი, აღარა აქვს იმის უნარი რომ სოფელში ავიდეს და ჩამოვიდეს. ჩემ ძმებსაც ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვთ, რომ ისინიც ვერ დადიან მალმალე და მათ რომ ცალიათ, მე არ მცალია და ასე.
მაგრამ მინდა ვნახოთ როდის მოვახერხებ და როდისაა. მამა ჩემი თქვი რომ აღარ არის უკვე 2008 წლის 8 აგვისტოს დაგვეღუპა და დაგვეღუპა სახლში იმიტომ ვამბობ რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ცუდი პერიოდი იყო და იმასთან არ ვაიგივებ და ამიტომ თქვი რომ სახლში დაგვეღუპა. ივლისის 9 რიცხვში გახდა ავად. ეხლა აღარ მოვყვები დეტალებში, მქონდა რაღაც პრობლემები და ისე რომ ვერ ხვდებოდით და მე უცებ დაეწყო თავის ტკივილები და თავის ტკივილების მერე ძლიერ ტკივილებზე რომ გადაუვიდა, წნევებიც ჰქონდა და წავიყვანეთ საავადმყოფოში და საავადმყოფოში გვითხრეს რომ ცუდი დიაგნოზი ჰქონდა რა, თავში ჰქონდა სიმსივნე არაერთ ადგილას და ექიმებმა თქვეს რომ აზრი აღარ ჰქონდა, სანამ იქნებოდა და იგიც გვითხრეს რომ 1 თვე მაქსიმუმი მეტი შანსი აღარ არისო და წავიყვანეთ სახლში და იმ 1 თვის განმავლობაში ყავდა ისე რომ რა ვიცით რა მაშინაც ძალიან ბევრი პრობლემა გამოიარა და ჩვენც გამოვიარეთ მის ერთად, ჩავარდა ლოგინად, ვეღარ საუბრობდა. და 8 აგვისტოს, ზუსტად 1 თვის თავზე 8 აგვისტოს დაგვეღუპა. 15 ივლისს დაბადების დღე აქვს და 8 აგვისტოს გარდაცვალების რიცხვი არის და ყოველ შემთხვევაში ან ერთი ან მეორეში აუცილებლად ავა. თვეში, ან ივლისში, ან აგვისტოში აუცილებლად ავა. შორს არ არის მეგობრებო. აქედან არის 2 საათის გზა მანქანით, რა თქმა უნდა, ქალაქიდან და შორს არ არის, მაგრამ ისე არ ხდება რა, შენ რომ დაგეგმავ და შენ რომ გინდა, ისე არაფერი არ ხდება. ხო და რატომღაც ახლო ხანს ვიყავი. სადღაც იქნება ალბათ 20-25 დღე გასული. რა, დედასთან 25 დღე კი არა, ყოველ კვირაში იქ უნდა იყო. მაგრამ ვერ ვახერხებ. ასე რომ მეგობრებო, მოვა ეხა უკვე ჩემი ქმარი და გაუმზადო სადილი და გაუმზადო რამე მოვა თუ არა ეგრევე საჭმელს ჭამს და იძინებს. დაღლილი და კანცული მოდის მართლა 5 საათის მერე ფეხზე დგას და არ მინდა ვალოდინო საჭმელზე და ყოველთვის გამზადებულს ვახვედრებ. კარგით აბა დროებით არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ აუცილებლად მოვა. დღევანდელი ნაყიდობები, აირანი, მოშმოლა, ბევრი იყო, უკვე დამასწრეს და შეჭამეს, წვანილები, ბადრიჯანი. ვაშლი ლომად მოიტანა. მე ძალიან მიყვარს ვაშლი, შემიძლია დღეში რამოდენიმეჯერ ჭამო. 2-1, რადგან კიდევ მაქვს და ყველა არ გავაფუჭო. თბილია, ცხელია. კვერცხი და პომიდორი. გამარჯობათ მეგობრებო, რადგან ბადრიჯანი მაქვს
მოდი ახლა გავაკეთოთ ბადრიჯნის კერძი. მე ახლა უნდა გავაკეთო ბადრიჯანის კერძი. აჯანყ-სანდალის თითქმის, მაგრამ ცოტა შეცვლილი რეცეპტით. მე ბადრიჯანი გავთალე ასე, დავჭრი ახლა ამას ცოტა მოგრძოთ. დავაყრიმარეს, გავაჩერებ ამოუწურა. ბულგარულსაც ისე ცოტა გრძლად, ხახვი, ნიორი, პამიდორსაც ცხალ-წყალს დავასხამ და კანს გავაცლი და ნახევარჭიქა ბრინჯი და მწვანილი შერეული ყველანაირი. ამას სტაფილოც უხდება, ვისაც გიყვართ გავუკეთეთ, ვისაც არ გიყვართ არ გავუკეთოთ, ისედაც გემრიელია. მე ამ წუთას სტაფილოს არ ვუკეთებ. გავამზადე ხახვი, გავამზადე პამიდორი, წვენი გამოუწურე, გავამზადე ბულგარული, აქ მაქვს დამარილებული ბადრიჯანი, ამას ამოუწურავ და მწვანიდანიურიც გამზადებული მაქვს. ბრინჯსაც ხარშავ და გადავწურავ. რომ მოიხარშება, გადავწურავ. ეხლა ამ ყველაფერს მოვთუშავ ცალკ-ცალკე მწვანილის გარდა, ბრინჯიც ცალკე მოხარშული მექნება და ფენა დავაწყობ. გაჩვენებთ მაგაზეც. კარგად მოვთუშე ქვევით ბადრიჯანი, მერე ფენა მოთუშულად დავაყარე ბულგარული. ეხლა ხახვიც თითქმის მოითუშა, ამასაც ეს ფენას დავაყრი. მოითუშავთ 1-2 წუთის. ხახვიც დავაყარე, ფენა, ეხლაც დავაყრე პამიდორს. აგიც ფენად. ასე. დავაყრე მოხარშულ ბრინჯს. ესეც ფენად. დავაყრე მწვანილებს და ნიორს. დავამატე ცოტა პირპილი, სულ ცოტა მარილი, რომ ბადრიჯანი მარილიანია და მერე გავსინჯავ გემოს. ცოტა უცხო სუნელი და ხმელი ქინძი. ეხლა ამას დავახუროთ თავზე, მოვიტანოთ დაბალ პარზე, 7-8 წუთს დავტოვებ, მერე ამოვურევ და გავაჩერებ. კერძიც მზად იქნება. ისეთი გემრიელია, თან არ შეიკვრება ასე. ბრინჯს თუ თქვენ ფანტია ბრინჯს გამოიყენებთ, უფრო უკეთესია. ფანტია ბრინჯით გააკეთეთ და ბრინჯი იქნება საერთოდ ცალკე. მეგობრებო, დღეს სულ ეს იყო, რაც შემოგთავაზეთ. მეც დამცხა გასთან. სიცხეცაა თან, მაგრამ არ აუშავს. მინდოდა მომეტანა თქვენამდე ბადრიჯნის კერძი. ველოდები თქვენს შეფასებებს. ხვალ ისევ მოვა. აბა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ბედნიერად, ხვალამდე.